თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სიმფონია და სამხრეთ ამერიკულ საკონცერტო ტურნეში იმყოფება. ბრაზილიაში დაგეგმილია 2 კონცერტი. საკონცერტო პროგრამას ბრაზილიელი მაესტრო რაფაელ ბაროს კასტრო უდირიჟორებს. კონცერტებზე შესრულდება როგორც ქართული, ისე ბრაზილიური მუსიკალური ნაწარმოებები. ბრაზილიის შემდეგ კი საქართველოს სიმფონია და საგასტროლო ტურნეს გააგრძელებს არგენტინაში. პირველად არის ჩვენი ორკესტრი ბრაზილიაში, ზოგადად ქართული ორკესტრი პირველად არის და ცოტა თავგადასავლის შეგრძნება გვაქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ როდესაც დარბაზში შევდივართ, უკვე ყველაფერი ჩვეულებრივ გეგმით მიდის, ჩვეულებრივად რეპეტიცია არის, შესანიშნავი დარბაზია სხვათა შორის, არ მოველოდით, ძალიან კარგი აკუსტიკით. რაც შეეხება პროგრამას, ბრაზილიური ნაწილი გვაქვს, ნახევარი და ნახევარი, რა თქმა უნდა, ქართული. და ორივე ნაწილი არის ძალიან მხიარული, საცეკვაო, აი ჩემს უკან დოლურს სწავლობს ბრაზილიელი პერკუსიონისტი. ჩვენ ქართულ რითმებს ვასწავლით, ისინი ბრაზილიურებს და ესეთი ძალიან კარგი გაცვლა გვაქვს. ჩვენ ვიმყოფებით რიო-დე-ჟანეიროს დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც საქართველოს სიმფონიეტას მონაწილეობით განსაკუთრებული კონცერტი გაიმართება. ეს იქნება საღამო, რომელიც გააერთიანებს ბრაზილიურ და ქართულ მუსიკას, ორ დიდ ქვეყანას, მეგობრებსა და გამორჩეულ მუსიკოსებს. ჩვენთვის დიდი პატივია რიო-დე-ჟანეიროში ამ შესანიშნავი ორკესტრის მასპინძლობა, რომლებიც ქმნიან მაღალი ხარისხის და შთამბეჭდავ მუსიკას.